როდესაც კონფლიქტს უსმენ, ის გიყვება რაღაც ძალიან პირადს. ალბათ ბევრჯერ გსმენიათ, რომ კონფლიქტში ადამიანი თავის ყველაზე ნამდვილ სახეს ამჟღავნებს. თქვენ როგორ ფიქრობთ, კონფლიქტი ადამიანის იდენტობის მახასიათებელი ხო არ არის? გამარჯობა ჩემო ძვირფასო მსმენელო. დღეს ჩემს პირად ბლოგში კვლავ მედიაციაზე გესაუბრებით. ჩხუბი არ მიყვარდა არასდროს, თუმცა ბავშვობიდან მაინტერესებდა ადამიანების ერთმანეთთან ჩხუბის მოტივების უკან რა შეიძლება აღმომეჩინა. მაინტერესებდა, რატო იღებდა ადამიანების ხმას სიბრაზის ტონს ერთმანეთის მიმართ სურვილების დემონსტრირებისას. რატომ ფარავდა მათი ხმები ერთმანეთს, მაშინ როცა დიდი აღტკინებით ამ სურვილების განამდვილების აუცილებლობას დაჟინებით ახმოვანებდნენ. რატომ ბრაზობდნენ? საკუთარი სურვილების უპირატესობის მიღმა ერთმანეთის სურვილებს რატომ ვერასდროს უსმენდნენ? ან ასეთი მოსმენა მხოლოდ ბიოლოგიური პროცესის მეტი რატომ არაფერი იყო? ჩხუბში უპირატესი სიმართლის ძიებაში ჯერ კიდევ ბავშვს შეიძლება აღმომეჩინა მაგალითად ის, რომ სიმართლე ყველა გაბრაზებული ადამიანის წარსულში იყო. იყო გაუბედავად ნათქვამ ფრაზაში, შეუმჩნევლ წყენაში, მიჩქმალულ შიშიც კი და ასე შემდეგ. მოდით აქვე ერთ ჩემ ბავშვობის სოდვალსაც გაგიმხელთ. ჩემი ინტერესი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე კონფლიქტების რაობის ძიება გაგება. ბავშვური ოინებით და ხრიკებით ვახერხებდი კონფლიქტში ჩართვას, იმისით, რომ ერთმანეთზე გაბრაზებული ადამიანები დამერწმუნებინა ზურგს უკან ერთმანეთის მიმართ ემპათიის და კეთილშობილურ განწყობებში. ანუ ცალ-ცალკე შეხვედრისას კონფლიქტის მხარეებს უბრალოდ ვატყუებდი, რომ სინამდვილეში დიდი სიმპათიები და სიყვარული გააჩნდა ოპონენტს მათ მიმართ. შემდეგ არა მარტო შედეგით ვტკბებოდი, ჩემთვის უფრო საინტერესო. ვსწავლობდი ადამიანებს, მათ ცხოვრებისეულ მისწრაფებებს და ვნებებს. რა თქმა უნდა, ეს გულუბრყვილო ექსპერიმენტები ბავშვობაში დარჩა, თუმცა ჩემი პროფესია როგორც იურისტის და ახლა როგორც მედიატორის კვლავ კონფლიქტის რაობის და მისი ამოწურვის ძიებაში გრძელდება დღემდე. იურისტობის შემდეგ მედიაცია მართლაც აღმოჩენაა ჩემთვის და იგი სახელმწიფოებრივ ინსტიტუციაზე უფრო მეტია. ამიტომ მას ხშირად რამდენიმე, მაგრამ ყველაზე მგრძნობიარე სიტყვით ვასათაურებ. მაგალითად, მედიაცია არის, როცა შენ მინდა მოგისმინო, ან შემიძლია შენ მოგისმინო, ან მზად ვარ შენ მოგისმინო, რადგან მედიაციაში უსმენთ არა მარტო მედიატორები, უფრო მეტიც კონფლიქტის მხარეებსაც აღეცრებათ ინტერესი ერთმანეთის მოსმენის, გაგების, გაანალიზების, ურთიერთობების გადახედვის, მიზნების ტრანსფორმირების და სხვადასხვა ფორმით შერიგების. დღეს ჩემთან როგორც მედიატორთან, როცა ოთახში დაპირისპირებულ ადამიანებს ხვდები და მათ თვალებში შიშს, ბრაზს, იმედგაცრუებას ხედავ, პირველ რიგში მე მათ ვუსმენ. ვუსმენ არა მხოლოდ ცალკე აღებული როგორც სპეციალისტი, არამედ როგორც ადამიანი, რომელსაც საკუთარი ბრძოლებიც ჰქონია თუნდაც საკუთარ თავთან. დიახ, კონფლიქტები გარდაუვალია ადამიანური არსებობის სამყაროში, მით უფრო, როცა ხშირად ვერ ვახერხებთ საკუთარი განცდების და სურვილების ერთმანეთზე სწორ და რეალურ გაზიარებას. ერთხელ როგორც მედიატორს მუშაობის პროცესში კონფლიქტის მხარემ სანდომიანი მზერით მითხრა. ბოდიში ვნერვიულობ, მაგრამ ვგრძნობ, რომ მართლა მისმენთ კი არ გამსჭით. აი ეს არის მედიაციის ძალა. არა განსჯა, არა მანიპულაცია, არა ბრძნული მორალისტობა, არამედ თანმყოფობა. როცა უბრალოდ ადამიანები მარტო აღარჩებიან თავის ბრაზში და კონფლიქტს ერთმანეთის მიმართ უპირატესობის დადგენის ხერხად კი არ იყენებენ, არამედ მედიაციის საშუალებით მას ადამიანების სიმწიფის გამოცდის საშუალებად გადაიაზრებენ. ჩვენ კულტურაში ხშირად ვცდილობთ ყველაფერი მოვითმინოთ, ან პირიქით ავფეთქდეთ, მაგრამ არსებობს მესამე გზაც. 7, თუმცა ეფექტიანი, სტაბილური და მართალი და ეს არის მედიაციის გზა. კონფლიქტი სიგნალია, რომ რაღაც აღარ მუშაობს ძველებურად, მაგრამ რაღაც ახალი უნდა დაიბადოს, ხოლო ამისთვის მედიაციური პროცესი თავისი სიკეთით ზედმისწრებაა. ცოტათი რომ დავფიქრდეთ, მედიატორების როლს შეიძლება ყოველი თქვენ განიირგებს. საჭიროების მიხედვით ხან ოჯახში, ხან სამსახურში, სახელმწიფოსთან, ან თუნდაც საკუთარ თავთან. ასეთ დროს კონფლიქტს თუ მოусმენთ, მოსმენა კი არ დაგაზიანებთ, არამედ თქვენ შეძლებთ დაინახოთ, ვინ ხართ სინამდვილეში. წინა ბლოგებში მედიაციის რაობა სამართლებრივ ნორმატიული ასპექტებით აღიხსენით. დღეს მინდოდა მედიაციის სული მეჩვენებინა თქვენთვის. არ ვიცი ამ ეტაპზე ეს რამდენად კარგად მოვახერხე, მაგრამ გვირდებით უფრო მეტ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ეტაპობრივად გაგიზიარებთ.
ამიტომ გამომყევით ჩემ YouTube არხზე, გამოიწერეთ ის, მოусმინეთ წინა ბლოგებს და მომართეთ საჭიროებისამებრ ან როგორც მედიატორს, ან როგორც ადვოკატს და ყველაზე მთავარი, კონფლიქტის მოგვარების საშუალებად სამართალ წარმოების ნაცვლად მოდით აბას სცადეთ მედიაცია.